გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ესე იგი ჩვენ უნდა ვისწავლოთ რამდენიმე ახალი სიტყვა, რადგან ბოლო გაკვეთილებია მხოლოდ ვასრულებთ დავალებებს და დღეს მინდა რომ ვისწავლოთ ახალი სიტყვები. მოდით წავიკითხოთ, გადავთარგმნოთ და ვისწავლოთ დღევანდელი გაკვეთილის სიტყვები. ესე იგი, ჩვენი დღევანდელი პირველი სიტყვა ეს არის die Ausbildung. Die Ausbildung, ანუ განათლება, ტრენინგი, სწავლა. Die Ausbildung. შემდეგი ეს არის Kenntnisse. Kenntnisse, ანუ ცოდნა. Kenntnisse, ცოდნა. შემდეგ გვაქვს der Schüler, die Schülerin. Der Schüler, die Schülerin. ორივე არის მოსწავლე. Der Schüler არის მოსწავლე ბიჭი, die Schülerin არის მოსწავლე გოგო. შემდეგი ეს არის das Semester, ანუ semestri. Das Semester. Das Semester, semestri. შემდეგ გვაქვს zur Schule gehen, ანუ სკოლაში წასვლა. Zur Schule ნიშნავს სკოლაში და gehen ეს არის ზმნა, წასვლა. Gehen. მოდით ბარემ ამ ზმნის უღლებაც ვისწავლოთ. გერმანულად მე მივდივარ, ეს არის ich gehe. Ich gehe, მე მივდივარ. შენ მიდიხარ, ეს არის du gehst. Du gehst. ის მიდის, ეს არის er geht. Sie geht. Es geht. ჩვენ მივდივართ, wir gehen. Wir gehen. თქვენ მიდიხართ, ihr geht. Ihr geht. ისინი მიდიან, sie gehen. ასევე თქვენ მიდიხართ, თავაზიანი, ეს არის sie gehen. შემდეგი ეს არის jeden Tag. Jeden Tag, ანუ ყოველ დღე. საერთოდ დღე გერმანულად ეს არის der Tag. Der Tag, რომელიც არის მამრობით სქესი, ანუ maskulin. Der Tag, დღე და ყოველ დღე ეს არის jeden Tag. Jedes Jahr. Jedes Jahr, ანუ ყოველ წელს. წელი გერმანულად არის das Jahr, რომელიც არის საშუალო სქესი, ანუ ნოითღალ და ყოველ წელს ეს არის jedes Jahr და შემდეგი ეს არის jede Woche. Jede Woche, ანუ ყოველ კვირას. და კვირა გერმანულად არის die Woche, რომელიც არის მდედრობითი სქესი, ანუ feminin. შემდეგი ეს არის im letzten Frühling, ანუ გასულ გაზაფხულს. Im letzten Frühling. Frühling ხომ არის გაზაფხული, რომელიც ჩვენ წინა გაკვეთილზე ვისწავლეთ. წინა გაკვეთილზე ჩვენ ვისწავლეთ წელიწადის დროები, თვეები და Frühling არის გაზაფხული. Im letzten Frühling, ანუ გასულ გაზაფხულს. Im letzten Sommer, გასულ ზაფხულს. Im letzten Herbst, გასულ შემოდგომას. An im letzten Winter, გასულ ზამთარს. Nächsten Monat, ანუ შემდეგ თვეს, შემდეგ თვეში. Nächsten Monat. Nächstes Jahr, შემდეგ წელს. Nächstes Jahr, ანუ შემდეგ წელს. და nächste Woche, შემდეგ კვირას. Nächste Woche. ესე იგი, nächsten Monat, შემდეგ თვეს, შემდეგ თვეში. Nächstes Jahr, შემდეგ წელს. Nächste Woche, შემდეგ კვირას. ვისწავლოთ ასევე Anfang, ანუ დასაწყისში. მაგალითად ნახეთ, Anfang Januar, იანვრის დასაწყისში. Anfang Februar, თებერვლის დასაწყისში. ასევე ვისწავლოთ Mitte, შუა რიცხვებში. მაგალითად, Mitte Januar, იანვრის შუა რიცხვებში. Mitte Februar, თებერვლის შუა რიცხვებში. ასევე Ende, ანუ ბოლოს. Ende Januar, იანვრის ბოლოს. Ende Februar, თებერვლის ბოლოს. ესე იგი დაიმახსოვრეთ. Anfang ნიშნავს დასაწყისში, Mitte ნიშნავს შუა რიცხვებში და End ნიშნავს ბოლოს.
ახლა კი გადავდივართ და ვსწავლობთ რამდენიმე ზმნას. პირველი ეს არის baden. Baden, ანუ ბანაობა. შემდეგი ეს არის bringen. Bringen არის მოტანა, მოყვანა, ასევე წაღება, მაგ მნიშვნელობითაც გამოიყენება bringen. შემდეგი არის bekommen. Bekommen, ანუ აღება, მიღება. Dauern. Dauern არის გაგრძელება. Dauern, გაგრძელება. შემდეგი ეს არის enden, დასრულება, დამთავრება, enden. შემდეგი გვაქვს heiraten. Heiraten, ანუ დაქორწინება, heiraten. მერე გვაქვს unterrichten. Unterrichten, ანუ სწავლება და ბოლო ზმნა ეს არის verkaufen. Verkaufen, ანუ გაყიდვა. Verkaufen, გაყიდვა. გადავდივართ, ისევ გვაქვს რამდენიმე სიტყვა. პირველი ეს არის fertig. Fertig, ანუ მზად. შემდეგი ეს არის glücklich. Glücklich, ბედნიერი. Jung. Jung, ახალგაზრდა. Müde. Müde, დაღლილი და wütend. Wütend, გაბრაზებული. Beide. Beide, ორივე. Draußen. Draußen, გარეთ. Gerade. Gerade ნიშნავს პირდაპირ, ასევე ახლავე. ახლავეს ნიშნავს. და wenig. Wenig ეს არის ცოტა, ასევე მცირე. Wenig. დიახ მეგობრებო, ეს არის სულ დღეისთვის. დღეს ჩვენ ვისწავლეთ რამდენიმე ახალი სიტყვა და თქვენ შეგიძლიათ ეს სიტყვები რვეულში დაწეროთ და ისე ისწავლოთ. ყველას წარმატებებს გისურვებთ და დღეს გემშვიდობებით. კარგად.